ინტერფრაქციული ჯგუფი უკვე შეხვდა საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გამართა 12 პოლიტიკური პარტია უმრავლესობას და უმცირესობას შეხვდა. მთავარი თემა იყო თვითმმართველობის კოდექსის დახვეწა. ნინო გომართელი საუბრობს მოამბის პირდაპირ ეთერში. ნინო, გისმენთ. 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრა. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს ზვიად ძიძიგური, თუმცა სხდომა გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მან ისაუბრა იმაზე, თუ რაოდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივ თვითმმართველობამდე მოხდეს კანონის დახვეწა. დავით უსუფაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯგუფის სამუშაო ვადად განსაზღვრულია 3 თვე. ეს არის საკმაოდ შემჭიდროებული ვადები, როდესაც და ამ ვადებში სწორედ ამ ჯგუფმა უნდა მოახერხოს ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსში კითხვები აღარ იყოს. უყურებს ამას ფედერაციების დროს მე მომამზად განმავლობაში მიიღე ინტერფრაქციული ჯგუფის საქმიანობაში სათათბირო ხელისუფლებით მონაწილეობის უფლება აგრეთვე აქვთ ყველა იმ პოლიტიკური პარტიის ერთ ძირითად და ერთ სარეზერვო წარმომადგენელს, რომლებმაც 2013 წლის განმავლობაში მიიღეს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2013 წლის განმავლობაში მიიღეს დაფინანსება, მიიღეს საბიუჯეტო დაფინანსება, საფუძველი და ასე ვთქვათ, ფორმატი შეიძლება იყოს განსხვავებული, შეიძლება კი რასია. ბრძანების მიხედვით ინტერფრაქციული ჯგუფმა მუშაობის პირველადი შედეგები საქართველოს პარლამენტს წარმოუდგინოს არაუგვიანეს 2014 წლის 1 თებერვლისა. რო გვაქვს ძალიან შეზღუდული და საუბარია პირველად შედეგებზე, ანუ იმ ძირითადი საკითხების ძირითად მონახაზზე, თუმცა ჯგუფი ამ შემთხვევაში, რომელიც ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში იქნება, უფლებამოსილება განისაზღვრა 3 თვით. დასახული ამოცანა 1 თებერვალს წინასწარი თუ პირველადი შედეგები ნიშნავს იმას, რომ თებერვალში ეს გვინდა რომ დავასრულოთ. ეს არის ყველა თვალსაზრისით რაღაცნაირად იმპერატივი, ყველას ინტერესია ეს ამ საკითხების დასრულება და უკვე გადასვლა ახალ ეტაპზე საარჩევნო კამპანიის. ამიტომ ბრძანებაში რო წერია, რომ სამუშაო ჯგუფი 3 თვით იქმნება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი პროცესი 3 თვეზე მინდა რომ გაიწეროს. მაგრამ შესაძლოა სამუშაო ჯგუფს არამხოლოდ კანონმდებლობის შექმნაში მოუწიოს მონაწილეობა. ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში ჩართულია, როგორც ცნობილია, 12 პოლიტიკური ძალა. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს ისაუბრეს იმაზე, თუ მათი აზრით რა უნდა იყოს კანონმდებლობაში კიდევ უფრო მეტად დახვეწილი. 1 თებერვლამდე უნდა წარმოადგინონ მხარეებმა საკუთარი წინადადებები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ უკვე იციან თუ რა საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას. ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესი, ამასთანავე წინა საარჩევნო გარემო, რომ იყოს დაბალანსებული და იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ამასთანავე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვა იქნება ასევე ერთ-ერთი მთავარი თემა და მედია ხელმისაწვდომობა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ნახალ წლებში პირველივე ძალიან ვრცელი სამდღიანი სხდომა გვექნება იმისაც, რომ ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, ინტერესთა ჯგუფმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ თავის იდეა დადოს მაგ იდეაზე. ჩვენ არასაპარლამენტო პარტიების ჯგუფში ჩვენი ხედვა, რომელიც კონკრეტული დოკუმენტი, ამ დოკუმენტის პრეზენტაციას მოვახდენთ და მე დავალოდებით პასუხს ეშქებს ხელისუფლების მხრიდან. აღდგა ინტერფრაქციული თუ ინტერპარტიული ფორმატი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით. ისიც ძალიან კარგია, რომ მაღალ ტემპში იმუშავებს, იმიტომ რომ არჩევნებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი და დროზეა, თუ რამეზე შევთანხმდები და თუ რამე შევცვლით, დროზეა განსახორციელებელი. ალბათ ყველაფერი უნდა დავიწყოთ საარჩევნო სისტემით, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლით და წინა საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული საკითხებით. მედი გვაქვს, რომ ძალიან დიდი ნაწილი ამ შენიშვნების გააზიარებული იქნება ინტერფრაქციული ჯგუფის და იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ შევთანხმდებით, მე ეს უკვე გატანილი იქნება პარლამენტის ხდომაზე და ასევე პარლამენტიც მას მხარს დაუჭერს. საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა იყო, შევთანხმდით სამუშაო გრაფიკზე, მუშაობის დღის-წესრიგზე და რაც თავარი შევთანხმდით იმაზე, რომ პირველადი შედეგები სამუშაო ჯგუფმა 1 თებერვლამდე უკვე უნდა გადააწყვეტოს პარლამენტს და პარლამენტმა უნდა დაიწყოს მისი ფორმალიზაცია, ანუ უკვე საკანონმდებლო ინიციატივად გადაქცევა, რაც მისასალმებელია, იმიტომ რომ ჩვენ ვადები გვაქვს ძალიან ცოტა.
ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში ჩართულია ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ის ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოხდეს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და ეს ყველაფერი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ შეიმუშავა თვითმმართველობის კოდექსი, რომლის პირველი ეტაპიც განხორციელების გზაზეა და რომლის ამტკიცებაზეც მუშაობს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ძალიან ცოტა დროა დარჩენილი თვითმმართველობის არჩევნებამდე და საარჩევნო კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანისათვის არ არის საკმარისივა და უმრავლესობა და მართველი გუნდი კი ამბობს, რომ ისინი ელოდებიან წინადადებებს, რომლითაც წარდგებიან სხვადასხვა ჯგუფები ამ ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრაზე უკვე თებერვალში და ისინი ამბობენ, რომ თვითმმართველობის კოდექსთან მიმართებაში საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და შესაბამისობაში მოყვანა ეს არის უმთავრესი ამოცანა. პირველ თებერვლამდე ინტერფრაქციულმა ჯგუფმა პარლამენტს უნდა წარმოუდგინოს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული ცვლილებები. ვფიქრობ, რომ პირველი თებერვალი არის პატარა ვადა, მაგრამ არც ფლად პატარა. თუ ერთ თვეში ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას, მაშინ ერთ წელიწადშიც ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას. ამიტომ ჩვენ ინტენსიური მუშაობის რეჟიმზე გადავდივართ და ვფიქრობ, რომ პარლამენტს წარმოუდგენთ იმ ვარიანტს, რომელზეც შეჯერებას მოვახერხებთ. მინდა გითხრათ, რა დაგვიანებულია ეს ჯგუფის შეკრება, იმიტომ რომ პირველი მოსმენით კანონი მიიღებულია და მეორე მოსმენით ხვალ მიიღება, მეორე მოსმენით ხვალ აპირებენ მიიღებას. თვითმმართველობის კანონი და მე ვერ ვხედავ ასენს თუ იმიტომ შეიკრა, რომ დემოკრატიული ანტურაჟი შეიქმნას, კი ბატონო. იმიტომ რომ თვითმმართველობის კოდექსს განსაზღვრავს რა უნდა იყოს თვითმმართველობა, საარჩევნო საკითხები მნიშვნელოვანია, მაგრამ უკვე თანამდები იქნება და როგორც ჩანს ეს არის მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაცა შელამაზება მოხდეს საარჩევნო კუთხით. მე ვთვლი, რომ ძალიან კარგია, რომ დაიწყო ეს და მე ვთვლი, რომ ძალიან ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს ეს შეხვედრები, ვინაიდან ცოტა დრო რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და ბევრი საკითხებია მოსაგვარებელი და მოსაწესრიგებელი, რომ არ აღმოჩნდეს როგორც ამორჩეველი, ასევე პოლიტიკური პარტიები, მოთამაშეები და ადმინისტრაცია რთულ სიტუაციაში და ცხადი იყოს ძალიან მალე ის საკანონმდებლო ბაზა, რომლითაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ თვითმმართველობის არჩევნები. დეპუტატები ახლა უკვე სხდომათა დარბაზში იკრიბებიან დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მსჯელობა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე იწყება.